Ქაჯაიების ოჯახი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც კერძო იპოტეკარებისგან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო გამოსახლება ემუქრება. ამის გამო ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სახლთან, სადაც ქაჯაიები აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს ელოდნენ, დღეს ხალხმრავლობა იყო. სხვა კრედიტორებთან ერთად, რომლებიც დღეს ქაჯაიების ოჯახს გულშემატკივრობდნენ, ლესელიძის ქუჩაზე დეპუტატები გედევან ფობხაძე და ზაზა პაპუაშვილიც იმყოფებოდნენ. სწორედ მათი შუამდგომლობითა და კერძო იპოტეკართან მოლაპარაკების შედეგად გასახლება ერთი თვით გადაიდო. თვარისა ქაჯაია აცხადებს, რომ მას თანხის გადახდა სახელმწიფოს დახმარების გარეშე მაინც გაუჭირდება. Მხოლოდ ისევ სახელმწიფოს უნდა შევეხვეწოთ, რომ გამოგვეყონ სესხები, იმიტომ რომ თვე კი არა, 5 თვეც რო გადადონ, თლიან თანხას ჩვენ ვერცერთი ვერ ვიშოვით. საჭირო აუცილებლად სესხები დაიშვას და ყოველი ჩვენთაგანი ის 275,000 ოჯახი იქნება თუ 100,000 ოჯახი, ყველა გადამხდელია. უბრალოდ ჩვენ გვინდა დრო. სესხებს ყველა გადავიხდით, მაგრამ თლიან თანხას ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ იშოვის. პროცესის დროებითი შეჩერების მიუხედავად, დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს და მის მოგვარებაში სახელმწიფო უფრო საფუძვლიანად უნდა ჩაერთოს. მათი თქმით, კერძო მევახშეები თაღლითური სქემით მოქმედებენ და მათ საქმიანობას კანონი არ არეგულირებს. დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებამდე ამ ადამიანების ვალებზე გარკვეული დროით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ხდება ეს არის შედეგი სწორედ იმ რეალობის, რომელიც მოქმედება კანონმდებლობამ შექმნა, როდესაც მოქალაქეები იყვნენ აბსოლუტურად დაუცველები სესხის აღების დროს, გამსესხებას ჰქონდა ყველანაირი უპირატესობა ასეთი ხელშეკრულების დროს და პრაქტიკულად ჩვენ მივედით იქამდე, რომ უკვე გამსესხებელი თავის სესხის დაბრუნებაზე და პროცენტის მიღებაზე კი არა, ქონების წართმევაზე, უზრუნველყოფაზე ჰქონდა პირდაპირ პრეტენზიები გამსესხებას. შეიქმნა რეალობა, როდესაც პრაქტიკულად ლეგალური საშუალებები გაჩნდა პირებისთვის, რომ წაერთმენ ხალხისთვის ბინები. ამძიმე ვითარება უმძიმეს, იმიტომ რომ თუ ქონდა ასეთი პრეტენზია, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ასეთ უსამართლობას, ასულმო სამართლობის ყურება ჩემთვის ყველა წარმოუდგენელია. არ შეიძლება არსებობდეს რაღაცა ესეთი მტაცებლური სქემა, რაღაც ბიზნესი ადამიანების უბედურებაზე რო არის ორიენტირებული. ესეთ აქ უბრალოდ ესე საერთოდ დავკარგავთ ყველაფერს. იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც მოვალისა და კრედიტორის ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს. თუმცა ეს რეგულაციები უკვე არსებულ კერძო იპოტეკურ დავებს არ შეეხება. კანონპროექტი სესხისა და იპოტეკის ხელშეკრულების, ასევე იძულებით აუქციონის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას ითვალისწინებს. ჩვენ გვინდა რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დამტკიცდეს სანოტარო წესით, სადაც შემოწმდება რა შემოსავალი აქვს ადამიანს და არის თუ არა ის გადამხდელუნარიანი, რომ გაჭირვებაში მყოფი სუსტი პოზიციის ადამიანის, ასე ვთქვათ, მდგომარეობა არ გამოიყენოს კერძო მევახშემ თუ სხვა პირმა. ჩვენ გვინდა აგრეთვე რომ დავადგინოთ საპროცენტო ნიხი. ჩვენ აგრეთვე გვინდა რომ კრედიტორს იმ პირობით ჰქონდეს უფლება დაისაკუთროს სხვისი ქონება, თუ კი საბაზრო ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის განსხვავებას დაუბრუნებს ყოფილ მესაკუთრეს. ცვლილება ასევე შეეხება როგორც პროცენტს, ასევე აღსრულების პროცედურებს. იპოტეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება სავალდებულო გახდება. დაუშვებელი იქნება პროცენტის გადახდაც, ასევე განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთის ზედაზღვარი. სავარაუდოდ ისეთი ცვლილება, რომელიც ერთბაშად ყველა პრობლემას მოაგვარებს, ესეთი მოსალოდნელი ვერც იქნება, უბრალოდ ეს ილუზია იქნებოდა. ჩვენი მხრიდან შესაბამისად საუბარია ცვლილებათა პაკეტზე, რომლის შედეგადაც უბრალოდ ეს შესაძლებლობები გამრავლდება. ამ თვალსაზრისით დაწყებული დაუშვათ პროცენტის რეგლამენტირებით, შესაძლებელია ეს იყოს დამთავრებული აღსრულების პროცედურების ახლებურად მოწესრიგება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით დღეისათვის აღსრულების პროცესში 266 საქმეა. 2013 წლის იანვრიდან 1 ივლისამდე კი 66 ოჯახის გამოსახლება მოხდა. ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ მათი მონაცემები ზუსტ რეალობას არ ასახავს, რადგან გამოსახლების პროცესს პოლიციაც ახორციელებს.